გამარჯობა მეგობრებო, მე ერეკლე და დღეს ამ ვიდეოში ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვილაპარაკოთ. მე ახლახან დიდი შეკითხვა გამიჩნდა, რატომ ცვლის ვოლდექსი ეგრე ბრუკჰევენს? თქვენ ალბათ კი მენ გკითხავთ, ერეკლე და რა იცვლება ბრუკჰევენში? და მე გეტყვით მეგობრებო, ძალიან ბევრი რამე. რამდენი შენობა შეგვეცვალა მაგალითად ჩვენ მეგობრებო ბრუკჰევენში ეს ბოლო 1 თვე და 1 თვეზე მეტია უკვე როგორ იცვლება. მაგალითად 3 რაღაცა შეიცვალა უკვე შენობა ამ ბოლო თვეს. ნუ 1 თვეც გავიდა უკვე, მაგრამ ნუ დაახლოებით ეგრე. და პირველი რაცაც მინდა გაჩვენოთ, ეს არის ეს პოლიციის შტაბი, რომელიც სულ ახლახან შეცვალეს 1 კვირის წინ. და აი რა შეიცვალა იქ მეგობრებო. ეგრევე ჩვენ შევდივართ და ხვდება ახალი ლოგო, ცოტა გადაკეთებული ეგეთი reception თუ რაც ქვია. აქ კიდევ კომპიუტერები დგას, რომ მგონი 911-ის რეკვები რომ ნახონ, არ ვიცი. აქ კიდევ პონჩიკები და დონატები თუ რაც არის პოლიციელებისთვის. ეგეთი წყლის ავტომატი. კიდევ მაგალითად უფრო კაი კარებია. შეხედეთ მეგობრებო, როგორი დაცული კარია ესა, რამნაირი მყარია. ადრე აქ არანაირი კაი როგორც მახსოვს არ მქონდა, ეგრე ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ. აქ ეგეთი კოსტუმებია, აი ეს რასაც ქვია ეს ფარი თუ რა არის. აქ შეგვიძლია ჩვენ გავხსნათ, ავიღოთ რაღაცეები, რაც პოლიციას სჭირდება, ფორმა ჩავიცვლათ. მოგეთ მეგობრებო, აქ ბევრი რამე დაამატეს. კიდევ რა არის აქ მეგობრებო? მოდით ეხლა გადავიდეთ მეორე სართულზე. აქაც შეეცვალეს რაღაცეები, ეგეთი დიდი რუკა დაამატეს, გონი სხვაგან იყო. აქ კიდევ ერთი წყლის ავტომატია. ეს ოთახი ცოტა შეცვალეს, რაუთ IT department. არ ვიცი აქ რას აკეთებენ. მაგრამ კარგით. აქ კიდევ ზემოთ დაგვიტოვეს ეს ადგილი, საიდან შეიძლება თვითმფრინავი რომ დავდგათ, მაგრამ უფრო გაგვიზარდეს, უფრო დიდი გახდა. მოკლედ თქვენ მიხვდით. აქ ბევრი რამე შეიცვალა მეგობრებო. და მოდით უკან პირველ სართულზე გადავიდეთ. მაგალითად აქაც კარია ეხლა. ადრე არ იყო, აქაც პოლიციის განკუთვნილი ნივთებია. აქაც კარი დადგეს, აი სადაც რაღაცებს გეკითხებიან, აი ბანდიტებს თუ ვინც არიან. კიდევ აქ კამერა დადგეს, ეგეთი რაღაცა, smile you are on camera. და ეგეთ ბანდიტებს იღებენ. აქ კარი არ შეცვლილა მეგობრებო და მგონი უფრო კაი ფარი დაამატეს. კიდევ ეგეთი მაგიდა და მეგობრებო ერთი რაღაცა, აქედან გასასვლელია ეხლა. მაგრამ ეს მეგობრებო ერთადერთი არ არის, კამერებიც კი შეცვალეს. შეხედეთ ეხლა როგორი გისოსებია შესასვლელებზე. ადრე უბრალოდ შუშა იყო რაღაცნაირი, ეხლა კიდევ გისოსებია და კამერებიც უფრო ცუდი გახდა მეგობრებო. შეხედეთ როგორი ცუდი კამერებია ეხლა. ადრინდელი კამერები უფრო კარგი იყო მეგობრებო, მაგრამ გისოსები კაია რომ გააკეთეს. აი ეგრე მაგრა შეიცვალა პოლიციის შტაბი მეგობრებო ჩვენ ბრუკჰევენში. კიდევ რა შეცვლილა ბრუკჰევენში ეს ბოლო დრო. აი ამიხსენით. რატომ დაამატეს 2 სამანქანო სალონი თუ რაც ქვია? ნუ პირველი ეგეთი სალონი კი არ არის. აქ აკეთებენ მანქანებს თუ როგორ თქვა. ნუ ხო აქ მანქანებს აკეთებენ. როგორ თქვა, ნუ თუ მანქანა გაფუჭდა, აქ მოყავთ და შეაკეთებენ მანქანას. შეხედეთ მეგობრებო, ესეც სხვანაირი გააკეთეს ცოტა. აქ კომპიუტერი დგას. შეხედეთ კიდევ რაც ნეკებით სავსე ავტომატია. რომელიც მარტო დეკორაცია კი არა მეგობრებო, როგორც ვიცი.
მაგას მეგობრებო, თუ დეკორაციაა. რატომღაც არ ეჭირება. არ ვიცი. აქ შეხედეთ რა კაი ადგილია, სადაც შეიძლება მანქანები შეაკეთოთ. ყველამ. მართლა შეხედეთ მეგობრებო, როგორ ადის. მაგრამ აქ ინსტრუმენტები დღეს გაკვეთილი ამისთვის. კიდევ მინდა იყოს აქ რაღაცა, როგორც ვიცი. ხო, ეს პატარა გარაჟი, სადაც ეს თვითონ მანქანა დგას, ეს ეგეთი რაღაც მანქანების ფასიდან არის. აი მეგობრებო, ეს გადააკეთეს ადგილი. Brookhaven-ში და პონჩიკს მე შევჭამ ამ. და შემდეგ კიდევ ერთი სალონი გახსნეს იქა. აი ამ ადგილას Brookhaven-ში და კიდევ ერთი რაღაცა. ცოტა გადააკეთეს აქ რაღაცეები. არქეიდი აქეთ წამოწიეს, იქ აისკრიმი და ბეიქერი რომ იყო, აქ ზევით აწიეს და ახაც ჩვენ შეგვიძლია რომ შევცვალოთ ახლა საცხობზეც. მაგრამ მეგობრებო, ოფისი გააქრეს Brookhaven-დან. ახლა არსად აღარ არის. მოგლივ თქვენ ხომ იცით, აქ რომ იყო პატარა ოფისი, სადაც მოდელების რაცა აგენტსტვა იყო, არ ვიცი რა არის ეს რა. და ეგეთი რაღაცეები, ის ოფისი გააქრეს და ჩაანაცვლეს ეგეთი შენობით. და ვნახოთ მეგობრებო, აბა შიგნით რა არის. აქ ეგეთი მანქანა დგას. ეს მაქვს ეს გონი, ხო. ეგეთი კიდევ ეგეთი vehicle pack-ის თუ რაც არის მანქანა დგას და ერთი პრემიუმ პაკის მანქანა. პრემიუმ პაკი მე მაქვს. და შემიძლია ეს მანქანა ვატარო. აქ რა არის? ბლოს გასასვლელია. აქ კომპიუტერია, სადაც შეგვიძლია რაღაცეები ვაკეთოთ. მეორე სართულიც კი არის. სადაც ასევე ოფისებია რაღაცნაირი. აქ აივანიც კი გვაქვს. ზემოთ კიდევ კი ეგეთი სპეციალური სადგური გვაქვს, სადაც შეიძლება თვითმფრინავი დაეშვეს. მე შემიძლია აქაც შევცვალოთ ჩაულებრივად. აი ეგრე მეგობრებო. და აი რატომ ჩასვეს აქ? აი ამ ადგილას ეს რაღაცა უცნაური სალონი. მგონი ჯობდა დაეტოვებინათ ის ადგილი ჩაულებრივი. მაგრამ ეს მეგობრებო, როგორც ვიცით, არ არის ყველაფერი, რაც Voldex-მა ამ ბოლო დროს შეცვალა. და ყველაზე დიდი რამე რაც შეცვალეს, ეს არის. წაშალეს ბურგერ-ბარნი თამაშიდან. მეგობრებო, როგორც ჩვენ ვიცით, ერთი წლის განმავლობაში აი ამ ადგილას იდგა ბურგერ-ბარნი, მაგრამ ამ Voldex-მა ერთი თვის წინ წაშალა ბურგერ-ბარნი და ჩაანაცვლა ეგეთი ჯეტსის რესტორანით. აქ გარეთაც დაჯომა შეიძლება მეგობრებო. აქ შეგვიძლია ჩვენ თვითონ მუსიკა დავარეგულიოთ, თუ რაც არის, შეგვიძლია აქედან შევუკვეთოთ. ადგილებიც არის აქ უფრო მეტი. აქ სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი ზონაა, სადაც შეუძლიათ ბავშვებს ითამაშონ. აქ ბურთების აუზიც არის მეგობრებო, ჩაამატეს სპეციალურად ბავშვებისთვის. აქ უფრო კარგი სამზარეულოც არის, შეგვიძლია აი მეგობრებო ავიღოთ ეს ქათამი და შევწვათ. ჩვენ მეგობრებო შეგვიძლია აქ უბრალოდ მოვამზადოთ რაღაცეები. შეხედეთ, აი ნაგეცები გავაკეთე მაგალითად მეგობრებო. კიდევ აქ საყინული აქვს თუ რაც არის, ცივა აქ გამოვალ ჯობია. აქ ეგეთი ნაგვეს უნდა დგას ცოტა ადგილას არის Brookhaven-ში. და აი ამ ადგილას ძალიან ბევრი რამე იდგა და უცნაურია რომ ეს ყველა ადგილი იყო ჭამის fast food-ი და ეგეთი რაღაცეები მეგობრებო. აი აქ მთავარი მენეჯერის ოფისში ჩვენ ნაჩვენები გვაქვს რეები ანუ რა რესტორანტები იყო Brookhaven-ში მთელი დროის განმავლობაში. 2020 წელს როდესაც Brookhaven-ი გამოვიდა, იყო ეგეთი ბურგერ-ბარნი, რომელიც საერთოდ ამ ადგილას არიდგა მეგობრებო. იცით სად იდგა მეგობრებო? აი ამ მოლის ადგილას.
აი წარმოიდგინეთ მეგობრებო, გონი ეხლა ვინც უყურებთ ამ ვიდეოს და თამაშობ Brookhaven-ს, ვერც ერთმა ვერ მოესწრო იმ Burger Barn-ს. მეც, იმიტომ რომ Brookhaven-ის თამაში მე 2025 წელს დავიწყე. მოკლედ მეგობრებო, მოლის მაგივრად იქ ეგეთი უზარმაზარი Burger Barn-ი იდგა. ამის შემდეგ მეგობრებო, აი ამ ადგილას იდგა ეგეთი რესტორანი სახელად Brooks Diner, რომელიც გაუქმდა 2024 წლის ბოლოს. და ამის შემდეგ აქ იდგა ჩვენთან ყველას ნაცნობი Burger Barn-ი. აი როგორც ჩვენ ხედავთ ფოტოზე, მეგობრებო. და ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ამ ბოლო თვეს Brookhaven-ში. აქ შეგვიძლია მაგალითად საუკეთესო ვიღაცა მზარეულის ან ვიღაცა ეგეთის ფოტო დავსვათ, საუკეთესო მზარეული ვარ. კიდევ მეგობრებო, აქ საიდუმლოც კი არის პატარა მეგობრებო, აი აქ გაჩვენებთ ხა მეგობრებო. კიდე მჭირდება. კიდე სად არის მეგობრებო? ეს გიტარა არ მინდა. ესე იქ უნდა დავდგათ. და მეგობრებო, აი აქ პატარა სიკრეტია. აქ დივანია, პალატკა და წველი ტელევიზორი, რომელიც მუშაობს. აქ კიდევ ეგეთი გასასვლელია უცნაური, სადაც კიდევ რაღაცეები დევს და რაღაცა რეცეპტი. აქ თუ ჩავხტებით პირდაპირ მენეჯერის ოფისში აღმოჩნდებით. აქედანაც მეგობრებო, ჩვენ საფეხურების გარეშე შეგვიძლია მგონი ავძვრეთ, ხო მეგობრებო? კი შეგვიძლია, მაგრამ რთულია. და შევდეთ მეგობრებო, რამდენი რაღაც შეიცვალა. ხო დამოიწყდა კიდევ ტუალეტია. ნუ ეს არაფერი გასაკვირია, ყოველ რესტორანშია ტუალეტი. და მაინტერესებს მეგობრებო, კიდევ რა შეიძლება შეიცვალოს Brookhaven-ში? და მოდი ვიმსჯელოთ ახლა, რა ძალიან დიდხანს არ შეცვლილა Brookhaven-ში. აი მაგონი მეგობრებო, აი ბენზინის ჩასასხმელი ადგილი არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც საერთოდ დაამატეს. და რაღაცა მე მგონია რომ მალე Voldex-ი გაანახლებს აი ამ ბენზინის ჩასასხმელ ადგილს. აი აქ ცოტა რაღაცა შეცვლის, აქ მარკეტსაც შეცვლის აქ რომ არის. კიდევ რა შეიძლება შეიცვალოს? მოდი ახლა იმაზე დავფიქრდეთ რა არ შეცვლილა Brookhaven-ში ძალიან დიდხანს. საავადმყოფო მაგალითად მეგობრებო, გონი საერთოდ არ შეცვლილა თითქმის. ხო და შეიძლება ის მალე შეცვალონ, მაგალითად Town Hall-ი თითქმის არ შეიცვალა, გონი საერთოდ არც კი შეცვლილა. და მეგობრებო, ალბათ ყველაზე დავიწყებული რამ ეკლესია. აი მეგობრებო, ვინმე სახსოვს საერთოდ ეს ეკლესია რომ არსებობს ამ თამაშში? მეც მაგალითად დამავიწყდა ეს ეკლესია რომ საერთოდ არსებობს და რაღაცა მე მგონია რომ Voldex-ი მას ძალიან მალე შეცვლის. რამდენი რამე იცვლება მეგობრებო ამ ცხოვრებაში. და კიდევ დამავიწყდა. სკოლაში მეგობრებო შეხედეთ როგორ შეიცვალა. აქ სხვა ფერის კამები აქვს, სხვანაირი ლოგო აქვს. და სხვანაირი ფერებით არის და ეგეთი რამეებით. ეგეთი ფორმებიც არის აქ ჩამოკიდებული. და ყველაფერი მეგობრებო, აქაც ბევრი რამე შეიცვალა. და აი მეგობრებო, რა შეიძლება კიდევ შეიცვალოს? და ძალიან მაინტერესებს რატომ ცვლის საბოლოო დროს Voldex-ი პრაქტიკულად ყველაფერს. კარგი მეგობრებო, მე ახლა ამ ვიდეოს დავამთავრებ. არ დაგაივიწყდეთ ლაიქებით, დასვა და ჩემი არხის გამოწერა. ყველას ნახვენ გის.